აი ამ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს სოხუმში დაღუპული. სამი დროშით ვარ წარმოდგენილი: წარსული, აწმყო და მომავალი. ევროკავშირი არის აი მშვიდობის გარანტი. ზოგიერთს გონია ვითომ ერთი და მეორე პარტია ებრძვის ერთმანეთს. არა, ხალხო, ახლა არის საქართველოს ბრძოლა გადარჩენისთვის. დღეს ყველა ახალგაზრდა გაღვიძებულია, ყველა ირჩევს ნორმალური განათლებას ცივილიზებული ქვეყანას და ევროპას. ცივილიზაცია იწყებოდა საქართველოდან ყოველთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება გამარჯვებული. აი ამ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს სოხუმში დაღუპული. და ჩემთვის აქ გამოსვლა ნიშნავს აი სუნთქვას. ეს იგივეა, რომ როგორ სუნთქავ ხარ, რა მაგარი ხარო. ჩემთვის ასეთია ისა, რომ იმიტომ რომ მე სხვაგვარად არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება გამარჯვებული, იმიტომ რომ მე ღმერთის წილხვედრი ქვეყანა ვარ. უდიდესი ერები განადგურებულა, მაგრამ ქართველები კიდევ ვარსებობთ. რაც მთავარია, ხო, აი ვიხსენებდა ჯერ ისტორიულად 10,000 წლის განმავლობაში ქართველებში თაობა არ აღზრდილა ისე, რომ ომი არ ენახა. ყველა თაობას რაცხა ჭირვარამი და რაღაც ძალიან ძიმე სიტუაციები გადამხდარა. და ამაზე ვლოცულობ, რომ თან უკვე ისე ახლოს ვარ, რომ მომავალი თაობამ არ იცოდეს ღმერთით რა არის ომი. ამაზე მეტი დიდი არაფერი არ იქნება, რადგანაც ევროკავშირი არის აი მშვიდობის გარანტი. მე როგორც ხედავ, სამი დროშით ვარ წარმოდგენილი: წარსული, აწმყო და მომავალი. და ღმერთით აუცილებლად მე აიმიტომ ლაპარაკობ სიტყვა ღმერთს, რომ აი მართლა ყოვლის შემქმნელი ღმერთია. აი იმ შენობის უკან ეზომაგდა მთელ კედელზე მიწერია: ღმერთი სიყვარულია, გვიყვარდეს. და თუ ჩავეტიე, მაშინ ერთი ჩემი პოემიდან ერთი პატარა კუპლეტს ვიტყვი. ხალხო, ჩაფიქრთით ჩემს ამბობზე, რადგანაც ვამბობ ღვთისნაკარნახებს. ჩაფიქრებულ ხართ როდისმე მასზე საიდან გაჩნდა ცისფერიზეცა? მზე სამყაროს რომ გვინათებს დღისით, ღამით უამრავ ვარსკვლავს რომ ხედავთ. მიწიდან ყვავილი რო აღმოცენდება, შეიკაზმება უამრავ თერლად. ეს ხომ ყოველი თვით ღმერთმა შექმნა. ღმერთი ხომ თვითონ სიყვარულია. სიყვარულია ყოვლის შემქმნელი, სიყვარულია თვითაღმაფრენა, სიყვარულია ყოველივე. და მართლა სიყვარულით თუ ვივლით, სამშობლოს სიყვარულით თუ ვივლით, აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებული. ბიბლიაში წერია, როდესაც ჩემს გამო დაირბევით, გაილანძღებით, დაიღუპებით, მაშინ კურთხეული ხართ თქვენო. ამიტომ ყველა აი ამ რეჟიმის პატიმრებს მივმართავ. ხალხო, თქვენ კურთხეულნი ხართ, თქვენ იმხელა სიძლიერე გაქვთ ღმერთისგან, რომ აი მართლა რომ მომაკვდავისთვის ყველაზე დიდი ნეტარებაა რა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. ზოგიერთს გონია ვითომ ერთი და მეორე პარტია ებრძვის ერთმანეთს. არა, ხალხო, ახლა არის საქართველოს ბრძოლა გადარჩენისთვის. ახლა არის უდიდესი მონსტრის ქვეშ ჩავარდნა ან ცივილიზებულ ქვეყანაში და მინდა ყველამ გაიგოს. აი, როდესაც თქვი 10,000 წლის განმავლობაში თაობა არ არსებობს საქართველოში, ომი რო არ გადაეტანოს, ყველამ დაინახოს ევროპაში რა კავშირი აქვს და რამხელა იგი აქვს საქართველოს მნიშვნელობა აქვს საქართველოს ყველა ომებში. ბაბუა ჩემი იყო პირველი სამამულო ომის ვეტერანი. მეორე ბაბუა მეორესი. მე მომიწია ყველა ომებში ყოფნა ფაქტიურად და ამიტომ
ყველამ დაინახოს, რომ საქართველო იმყოფება ორი ავტორიტარული რეჟიმების და ცივილიზაციის საზღვარზე. აი აქ გადის ევროპის და აზიის საზღვარი საქართველოში. უდიდესი, უჭკვიანესი, თითქოს და ვითომ ამ 30 წლის განმავლობაში არ ჩანდნენ, არ ერეოდნენ. რადგანაც ხედავდნენ, რომ მართლა აქ ვიწრო პარტიული ბრძოლა მიმდინარეობდა. დღეს ყველა ახალგაზრდა გაღვიძებულია, ყველა ირჩევს ნორმალური განათლებას, ცივილიზებული ქვეყანას და ევროპას. სამწუხაროდ ყავს ისეთი ხალხი ჩვენ საქართველოში, რომელსაც მართლა ახსოვს კომპარტია და მართლა ცხოვრობდნენ იმ სოციალიზმის დროს და თითქოს და მართლა ბედნიერები იყვნენ იმ მომენტში. მეც მახსოვს მაგ სიტუაცია, მაგრამ არ არის ეს ცივილიზაციის და მომავალი საქართველოსთვის. საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა ევროპაში და ყოველთვის მიისწრაფოდა ცივილიზაცია იწყებოდა საქართველოდან ყოველთვის.